აი აქ დაბრძანდით ქალბატონო მე ავდექი. დაუთმედე. მადლობა შვილო. კი მეკუთვნის ის ამხელა პენსიონერი ქალი ვარ. ომარიკო ჰენს შენი ბარათი და დააფიქსირე მინდი. რა ჩაირთო ეს? აი მე როგორ ჩაირთო ეს? ეს როგორ მესიზღება ამის სიხმა? ფულისტი ესა. აი ეს არის ხალხო პრეზიდენტი, ეს არის. მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა ვიმყოფები ავტობუსში, ძალიან cool რაღაცა ხდება ეხლა აქ, გაუშვეს აპარატებში რაღაცა აუდიო და მე ხლა შევეცდები რომ გაჩვენოთ რა ხდება აქ. აბატონო, ზვიადი იყო, კაცი თუ იყო, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი პრეზიდენტი. მოკლენ მე რუსების იმადად კი ვართ აგერ ჭაობში. აი ეს მელოდია. ხალხო ბიზნესს უდად მოხსენიება როგორ შეიძლება? კაცი ამხელა კველმოქმედი და ის არის აყალა ქვეყანა. კოცალა ბაბოს დაუთმიათ კიდე თუ. ვიღაცა მაინც დაიწყო ქებადი. რა ქვეყანა აყალა ქალბატონო? სოციალური ბარათით გადაიხადეთ მგზავრობის ფული. არ დამენახა მაინც. აი ეს არის მე ხალხო ხვდებით, ადამიანი ყავთ კერპად ქცეული, ხო? როგორ შეიძლება ან რომელ ქრისტიანობაში ჯდება ადამიანის გაკერპება, ჯერ იყო და ეს შუახნის ქალები მას დაძდებდნენ მიშა, ეხლა ეს არის და ბიძინა, ეს ხო არის უდიდესი პრობლემა, რომელიც მე ილექება საზოგადოების ცნობიერებაში, ხო? მაქსიმალურად გაგიმარჯვოთ, ქალბატონო. ეგ ავანტყოფობა არის უკვე. დაასიცხლიანეთ, დაასახით შესაძლებელი ხალხი და ციხეში გაუშვეთ, წლობით. ოჰო, ევროპელები, ნაციონალების დაფინანსებულია ეს ყველაფერი. გააღეთ რა კარები უნდა ჩავიდე. არა მაქვს მე ამათთან ლაპარაკის თავი. ვერ ვილაპარაკებ. ჩაბრძანდით ქალბატონო და ნუ ვილაპარაკებ. ხელზე არ დაგადგეთ პენსიაზე მომატებული 15 ლარი. რა გვეშველებ. მაგრამ უნდა გვეშველოს კაცო, როგორ არ გვეშველებ.